გუშინ კიდევ ერთი დაუვიწყარი ხუთშაბათი გქონდა, ძლიერი დასასრული და მოლოდინით სავსე ახალი დღე. როგორც ყოველთვის წინა დღით გაიჭრა კვირის გადახდის ზღვარი. ჰო, ვიცი, რატომ გამოვიყურები ასე დაბლად ეკრანზე? კამერა ცოტა დაბლა უნდა ჩამოვწიო. ნაოდერ, მიესალმე ხალხს. ძმებო და დებო, როგორ ხართ? ბიჭებო და გოგოებო, საოცარი კვირა გქონდა. სანამ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი აპარატურას აწყობს, მინდა მივესალმო ათასობით ახალ ადამიანს, ვინც ახლახან შემოგვიერთდა ლივგუდის დიდ ოჯახში. მოემზადეთ მეგობრებო, ვიწყებთ. ზარი მოდის უცნაური რაღაც. MLM პაიოტ რეკავს. ეგ ვიღა უნდა იყოს. ალბათ მივხვდნენ, რომ ძველი ინდუსტრია დაშალეთო. ხო, რა გაეწყობა? გუშინდელი ჩემი ვიდეო ხომ ნახეთ? როგორი მაგარი გამოვიდა. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. აქ ფლორიდაში ყველაფერი მწყობრშია. დილა ოდნავ გრილი იყო. ლივგუდ ისევ რჩება პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად და ყოველდღე კიდევ უფრო მეც და უკეთესს ვამატებთ. დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო განცხადება გვაქვს. ახალი პროდუქტი, ახალი ინსტრუმენტი და სხვა სუპერ სიახლეები. ლიზა მალე მოახერხებს ამოსვლას საწყობიდან, ჯერ არ შემოგვიერთდება. ასე რომ, რა ვქნათ, რაზე დავიწყოთ საუბარი? იცი რა, ბენ, ამდენი ახალი პროდუქტი მოდის, რომ ვეღარ ვასწრებ. გონება სრულად დატვირთულია, 1000 ეტაპი, 1000 დეტალი. ზოგის დიზაინიც უნდა მოვახერხო. შენი ჩართულობა. მოკლედ, წავედით პირდაპირ საქმეზე. ყველა მიცის, რომ ჩვენი მიზანია ვიყოთ რამდენიმე ნაბიჯით წინ. არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ რეგულაციების თვალსაზრისითაც. ცოტა ცვლილებებია კანაფთან დაკავშირებული რეგულაციებშიც, ეთიკეტირება, მოთხოვნები და რადგან ჩვენი პროდუქტები US და სერტიფიცირებულია, როგორც ორგანული მოთხოვნები, მეტად მკაცრია ეს. რა თქმა უნდა, არ აისახება ჩვენს ხარისზე, მაგრამ დრო და ენერგია ნამდვილად მიაქვს. ახლა მუშაობთ სრულიად ახალ პროდუქტზე, ორგანული CBD ჟელეებზე. ჰუმი, ასე ეწოდება. ეს არც თუ ისე მარტივი ფორმაა დასამზადებლად. მით უფრო, როდესაც 100%-ით ორგანული უნდა იყოს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ჟელე. ამის მსგავს ბაზარზე ვერ ნახავთ. შეგიძლიათ გვერდ დაადოთ ინგრედიენტების პანელი სხვა პროდუქტისას, ვერაფერი გაეჯიბრება ჩვენსას. რამდენჯერმე გადამიწევია დასაწყებად. იმდენად რთულია, სტაბილურობა, ტესტირება, ყველაფერი CBD ჟელებზე ცოტა იოლია, მაგრამ მაინც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. შემდეგი პროდუქტები, რაც გამოვა, იქნება ლიზას ხელში მყოფი ახალი პროდუქტი, ღვიძლის მხარდაჭერის ფორმულა 100%-ით ორგანული ბოჭკოვანი. ფაიბერის პროდუქტი, როგორც ბენი ამბობს. ბოჭკოვანი ცილები აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური რაციონისთვის და დღევანდელ მოსახლეობას სერიოზულად აკლია იგი. ამიტომ ეს დამატება მართლაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი წევრების ჯანმრთელობაში. ძველი ქსელური მარკეტინგის სისტემა საბოლოოდ ჩავშა. დროა ახალი სტანდარტები დაიწეროს ლივგუდმა. ვინც ნახა ჩემი გუშინდელი ვიდეო, იცით როგორ მძლავრი იყო. მადლობა ყველას, ვინც გამიზიარა და შეაფასა. ლივგუდ დღითი დღე ძლიერდება და ეკوه მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მზრად კომპანიად გვაქცევს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველდღე ვამატებთ ახალ შესაძლებლობებს, პროდუქტებს, ინსტრუმენტებს და ინოვაციებს. დღეს რამდენიმე ძალიან მაგარ სიახლეზე გესაუბრებით. სრულიად ახალი პროდუქტი, ახალი ინსტრუმენტი და სხვა საინტერესო ამბებია გზაში. ასევე ლიზა გზაში საწყობიდან სულ მალე შემოგვიერთდება. მანამდე კი სანამ ის მოვა, მოდი ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რაც უახლეს მომავალში გველოდება. კვირები, თვეები, წლები წინ. მოგწონთ, რომ ყოველთვის უსწრებთ რეგულაციების ცვლილებებს? ხო, სულ წინ ვართ. მაგალითად, კანაფის შესახებ კანონმდებლობა იცვლება, ეთიკირების წესები, სერტიფიკატები, მოთხოვნები და რადგან ჩვენი პროდუქტი US-დას ორგანული სერტიფიკატითაა, პროცესი ძალიან მკაცრია. ზოგჯერ ამას თან სდევს ბიუროკრატია და წვრილმანი ცვლილებები, რაც დროს მოითხოვს ძალიან დიდს, მაგრამ პროდუქტის ხარისხი ამით არაფრით არ შეიცვლება. პირიქით. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ზუსტად და სუფთად ვაკეთებთ. ახლა მუშაობ ჩვენს უახლეს პროდუქტზე. ეს იქნება US-და სერტიფიცირებული ორგანული CBD ჟელე. ამის ფორმულირება მარტივი არ არის, რადგან გსურს, რომ ის იყოს სრულიად ორგანული. გახსოვთ ბავშვის ჟელე?
ბაზარზე დღესაც ვერაფერი ეჯიბრება იმ ფორმულას. დაინახავთ ინგრედიენტების ცხრილს ჩვენს პროდუქტზე და სხვა ნებისმიერ ბრენდზე. სხვაობა თვალსაჩინოა. მაშინ ამაზე უამრავჯერ ვიმუშავეთ. ვამოწმებდით სტაბილურობას, შედეგებს და ანალოგიურად მუშაობთ CBD-ზე ახლა. ყველაზე ახლო გამოსაშვები პროდუქტია. CBD ჟელე, რომელსაც ლიზა უკვე მოიტანს, ღვიძლის გამაძლიერებელი ფორმულა 100%. ორგანული ბოჭკოვანი დანამატი ასევე. როგორც ბენი ამბობს, ჩვენ ყველას საჭიროებთ ბოჭკოს, მაგრამ საკმარისად ვერ ვიღებთ. ეს პროდუქტი იქნება ძალიან ძლიერი და საჭირო დანამატი დღევანდელ კვებაში. აი, შემდეგი ნაწილი. ვფიქრობ, ორივე პროდუქტი, ღვიძლის ხარდაჭერა და ბოჭკოვანი დანამატი ერთდროულად გამოვა. ერთი და იგივე დროის ფანჯარაში უნდა ჩავეტიოთ. სხვათა შორის, ბენ დიზაინის ფაილი მჭირდება ღვიძლის ფორმულისთვის. ცოტა ხანში იმეილითაც გამოგიგზავნი. 2 კვირა და ორივე პროდუქტი მზად იქნება. ძალიან მაგარია. ორივეზე სერიოზული მოლოდინი მაქვს. იცით, რომ დედამიწის მოსახლეობის 95%-ს ბოჭკოვანი არ ყოფნის კვებაში. ეს სერიოზული საკითხია. ჩვენი ორგანიზმი ამას საჭიროებს, აუცილებლად საჭიროებს და რაც შეეხება ღვიძლს, ჩვენ ყველას გრჩება ის უყურადღებოთ. ჭამთ, რაც გვინდა, ვსვამთ, ვიღებთ მედიკამენტებს, კოფეინს. ეს ყველაფერი აზიანებს ღვიძლს და რეალურად ბაზარზე ცოტაა პროდუქტი, რომელიც მას რეალურად იცავს. ასე რომ, ეს დამატება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ბევრ ადამიანს დაეხმარება. ლიზა ახლახანს დაბრუნდა საწყობიდან. ახალი პარტია უკვე ადგილზეა და ხვალიდან დაიწყება მისი გაყიდვა და გაგზავნა. რას წარმოადგენს? ეს არის Live Good-ის Whey Methyl Bomb. მოკლედ, ძალიან მაგარი რამეა. მაღალი დონის ბუნებრივი მალამო, ცხიმოვანი ნივთიერებით ბაზარზე. შენახულია პატარა ქილაში, რომელშიც პროდუქტია დაახლოებით 1.5 უნცია. მიუხედავად იმისა, რომ ქილა 2 უნციაზეა გათვლილი, მასში ჰაეროვანი მასაა და ამიტომ უფრო მსუბუქი. მისი სტრუქტურა განსხვავდება ჩვეულებრივი მალამოებისგან. თბილ ამინდში რბილდება, ცივ ამინდში კი მტკიცდება, მაგრამ წასმისას ხელზე რბილად იშლება და ტოვებს ოდნავ ცხიმოვან ტექსტურას, მაგრამ არ ტოვებს ცხიმოვან ლაქებს. შეიძლება წაისვა ხელებზე, სახეზე. ეს არის მრავალფუნქციონური კანის დამცავი საშუალება. მთავარი ცხიმოვანი წყაროა. Sweet. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ცხიმი, რომელიც ნატურალურად გვხვდება თირკმელების გარშემო. ეს მრავალჯერ უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი ცხოველური ცხიმები, როგორიცაა კუდის ან სხეულის სხვა ნაწილების ცხიმი. გარდა ამისა, გამოყენებულია ორგანული კაკაოს კარაქი, ორგანული ჯოჰობას ზეთი. ორივე უმაღლესი ხარისხის მატარებელია პროდუქტი. მდიდარია A, D, E და K ცხიმში ვიტამინებით, ხსნად ვიტამინებით. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იცავს კანს. შესანიშნავია ფსორიაზისა და ეგზემის დროს. ეს ნამდვილად გამორჩეული პროდუქტია. ჩემი შვილებიც კი სარგებლობენ ამ საშუალებით. მათთვის კარგი კანის მოვლა უკვე მნიშვნელოვანია და მე მხოლოდ უმაღლესი ხარისხი მინდა მათთვის. აი ასე. ეს არის Live Good-ის Whey Methyl Bomb. დახვეწილი ეფექტური ორგანული და სუპერ მაგარი. როგორ იცის დოქტორ რაიანმა ზუსტად რომელი ანჩოებია ჩვენს თევზის ზეთში და ახლა მგონი უკვე ძროხების სახელებიც იცის, ვისგანაც ეს მალამო მოვიპოვეთ. მისი ძლიერი მხარეა უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების შერჩევა და ამის შედეგი ნამდვილად იგრძნობა ჩვენს ყველა პროდუქტში. ბაზარზე ბევრი ფერმაა. ბევრია ტალოს ბომბიც, ზოგი დაბალი ხარისხის, ზოგი ძალიან კარგი. დოქტორ რაიანი კი ყოველთვის ძალიან ყურადღებით არჩევს თითოეულ ფერმას, რომლიდანაც ვიღებთ ნედლეულს. ამ პროდუქტშიც ყველაფერი იმავე სტანდარტითაა. მხოლოდ ბალახზე გაზრდილი ჯანმრთელი ძროხების ცხიმი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძროხები იყვნენ ბუნებრივად, თავისუფლად გაზრდილი. კარგი, ახლა მოდი ცოტა სხვა თემას გადავწყვეტ. მაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე და შემდეგ ვისაუბრებთ რეიტინგებზე და დაგავალებთ ახალ ამოცანას. თქვენ გახსოვთ შარშანდელი ლურჯი ენა? ჰა, რამდენი ფოტოსურათი მივიღეთ?
ათასობით ამ კვირასაც მივცემ ახალ დავალებას, მაგრამ ჯერ მიდი გაგიზიარებთ ეკრანს. ერთი წუთით 100 ფანჯარა მაქვს გახსნილი. ოხ, ეგ რა არაა. ახლა კი, აი ეკრანი. ძმაო, ნოუდერ, სანამ შრიალებთ, მეც გავაკეთებ პატარა შეჯამებას. ხალხო, აი ხედავთ ჩემს ეკრანს. კი, ყველაფერი ჩანს. ფუნქცია უკვე მოქმედებს. ჩვენ მომხმარებლებს, ვინც არ არიან აფილიატები, ახლა შეუძლიათ გაუზიარონ ლივგუდის ხვებსაც. თუ ვინმე მათ მიერ მოწვეული იყიდის პროდუქტს ან დარეგისტრირდება, ისინი მიიღებენ საჩუქრად პროდუქტს. განსხვავება ისაა, რომ აფილიატებს ფულით ვაჯილდოვებთ, თქვენ კომისიას იღებთ გაყიდვებიდან. მომხმარებლებს კი საჩუქრად ვუგზავნით პროდუქტს. აი, როგორ მუშაობს ეს. ეს არის მომხმარებლის გვერდი, ვთქვათ. კარლის. ვაჭერთ Airframe პროდუქტს. ეკრანზე ჩანს შეტყობინება. გინდათ უფასო ლივგუდის პროდუქტი? ყოველი ახალი წევრის მოწვევისას მიიღებთ ერთ პროდუქტს საჩუქრად. მომდევნო შეძენასთან ერთად. ანუ თუ ვინმეს მოიწევ და ის პროდუქტის შეძენას დაასრულებს, შენც ირჩევ ერთ საჩუქარს. მაგალითად, აქ კარლს უკვე 2 საჩუქარი აქვს. აი, ვირჩევთ მაგნიუმს, ყველას სჭირდება მაგნიუმი, არა? და როგორც ხედავთ, კალათაში წერია Free with purchase, ანუ უფასო საჩუქარია სხვა პროდუქტის ყიდვასთან ერთად. ეს ფუნქცია უკვე მოქმედებს და ძალიან მაგარია. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ასეთ რაღაცებს აქვს წარმოუდგენელი ეფექტი. შეიძლება ეს გახდეს მაგიური დეტალი, რომელიც ყველაფერს ააფეთქებს. ამ თემაზე კიდევ ვილაპარაკებთ მოგვიანებით. ამ ფუნქციას შევატყობინებთ ყველა მომხმარებელს, ვინც ჯერ არ არის აფილიეიტი. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაავრცელონ ლივგუდი და მიიღონ საჩუქრები თავიანთ შერჩევით. ჩვენს კომპანიას ყოველდღიურად უამრავი წევრი და მომხმარებელი უერთდება. მათგან ბევრს საერთოდ არ აინტერესებს კომპენსაციის გეგმა, არც აფილიეტობა. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი უბრალოდ პროდუქტისთვის მოდიან და ეს ზუსტად ის არის, რაც გვინდა. ძალიან ბევრი ქსელური კომპანიისგან განსხვავებით, სადაც პროდუქტს ძირითადად მხოლოდ თავად წევრები ყიდულობენ, ჩვენთან პროდუქტის გარშემო რეალური ინტერესია. ხარისხი უმაღლესია, ფასი ყველაზე დაბალი და რაც თავარია, სიცოცხლის შეცვლის უნარი აქვს და ყოველ თვეში კიდევ ახალი პროდუქტები ემატება. ეს ფუნქცია უკვე აქტიურია. გადაეცით მომხმარებლებს. ახლა მათ შეუძლიათ სხვებს გაუზიარონ ლივგუდი და მიიღონ საჩუქრად პროდუქტები. ღმერთო ჩემო ბენ, იცით 25 წელია გიცნობ და ხანდახან მართლა გიждები, რომ ასე მშვიდად იღებ ასეთ ბომბურ ამბავს. ეს უზარმაზარი რამეა, გოგონებო და ბიჭებო. 2 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე შემოუერთდა ლივგუდს. ისინი არიან ადამიანები, ვინც ადრე აკეთებდნენ ქსელურ მარკეტინგს, ან არ აკეთებდნენ და ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ. უბრალოდ ეს იყო ძველი გზა. ახლა მათ აქვს რაღაც, რისი სიძლიერით სიამაყეც შეუძლიათ სხვა ადამიანებს გაუზიარონ. ჩვენ ახლა ვართ 2 მილიონზე მეტი წევრი და ეს მოხდა 2 წელიწადნახევარში და ისიც არ არის სრული წელიწადნახევარი. ამ ადამიანებს უნდათ პროდუქტი, უნდათ ღირებულება და ყველაფერს სწორედ ეს ღირებულება აერთიანებს. სინამდვილეში ამ ხალხის უმეტესობა ერთხელ მაინც იყო ჩართული ქსელურ მარკეტინგში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 116 მილიონი ადამიანია, ვინც ამ ინდუსტრიაში ოდესმე მონაწილეობდა. თქვენგან ბევრისთვის ლივგუდი პირველი კომპანიაა და ალბათ ბოლო კიდეც. დღემდე ჩვენი დიდი ძალა ის იყო, რომ მაღალტექნოლოგიური ძლიერ პროდუქტებს თავაზობდით მინიმალურ ფასით და ეს მხოლოდ ქსელური მარკეტინგის მოდელის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ბენიც და მეც ამ გზამ დაგვაკავშირა და ახლა როცა ვხედავთ როგორ დგანან ადამიანები ამაყად თავაწეულები, ხვდებით რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ. რამდენიმე კვირის წინ ბენმა გთხოვათ ვიდეოები გაგეკეთებინათ მეთილენის ლურჯზე და ნახეთ რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საოცარი იყო ეს მასიური ჩართულობა. რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს ისაა, რომ ხალხი თავად ქმნის ვიდეოებს, აკეთებს კონტენტებს, ავითარებს საკუთარ სტილს, ქმნის კულტურას და ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა შენ გიყვარს ის, რასაც აკეთებ. ეს იგივეა, როგორც შენი ოჯახის ფოტოები, რომ გინდა ყველას აჩვენო. როცა შენ ხარ ლივგუდის ნაწილი, შენ ხარ კლუბში. ეს არის განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. ჩვენ ვართ კლუბი.
და ეს კლუბი იზრდება ყოველდღიურად. სწორედ ესაა ის, რაც განსხვავებულს ხვდის. დღემდე საოცარი გზა გავიარეთ. ბევრი ადამიანი, ვინც მარკეტინგიდან მოდის, ამბობს, არ მინდა ჩემს მეგობარს მივყიდო $65 CBD ზეთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ შავი კადილაკი მოიგოს. ისინი უკვე აღარ ამართლებენ ძვირად გაყიდვის მხოლოდ კომპენსაციის გამო. და როცა დაინახეს, რა კეთდება ლიგუთში, მოიწყვეს ჩანთები და შემოგვიერთდნენ სულ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ადგილას დაიწყო. პროდუქტზე გადასვლით. შემდეგ იყო ტრენინგები ლიზასგან და რაიანისგან და თუ დააკვირდებით, ყველა ჩვენი დაიმონდი და პლატინუმი ლიდერი რეალურად თავად იყენებს პროდუქტებს. რატომ? და რატომ? როცა თავად ხარ შენი პროდუქტის მომხმარებელი, შენ უკვე შეგიძლია გულით გააზიარო ის, რაც რეალურად გიყვარს. მაგრამ თუ ფასი ძალიან მაღალია და ღირებულება საგრძნობი, მოტივაციაც იკარგება. დღემდე უამრავმა ადამიანმა, ვინც ნამდვილად მიიღო შედეგები, ლივგუდის სიყვარულით გაუზიარა სხვებსაც. და კი ჰქონდათ მიზანი, როცა ვინმეს იწვევ ლივგუდში $49 რეგისტრაციის ფასად და ისინი ყიდულობენ პროდუქტს, რაც სავალდებულო არაა. შენ აჩუქე მათ რეალური ღირებულება და ამოიყვანე ისინი ბაზრის ტყვეობიდან. ჩვენ ვავრცელებთ ლივგუდს მთელ დედამიწაზე. მთელ პლანეტაზე ვაგდებთ ჩვენს ბადეს. მოდი დაფიქრდით დღეს ამ ულამაზეს მარტის პარასკევს. Then getting trained by look how many people participated. You know what I love so much? One of the many things I love is people going out there making their own videos, doing their own things, creating their own passion and share it. But if the price point is not, if the value is not there, that happens sooner or later. ვის არ დაგიკავშირდეთ ჯერ ლივგუდით? ჩვენ დღეს ყავს ასეულობით ათასი ადამიანი, ვინც პროდუქტს ღებულობს და ლიზასა და რაიანის ტრენინგებით იწვრთნება. ამისათვის, რომ მიიღონ დედამიწაზე ყველაზე გავითარებული საკვები დანამატები და ისინიც კი 100%-ით ფულის დაბრუნების გარანტიით. ახლა მათაც შეუძლიათ გაუზიარონ ლივგუდის სხვებს სიყვარულით. რატომ? იმიტომ, რომ მართლა უყვართ და ახლა უკვე საჩუქარსაც იღებენ. ვიცი, ცოტა ზედმეტად აღფრთოვანებული ვარ, თუ member რეფერალით. მაგრამ გუშინ იცით რა მოხდა? თქვენ ყველამ რეკორდი მოხსენით. 24 ზუმი ერთ დღეში. რატომ? რადგან ადამიანებმა გაიგეს, რომ მათ მომხმარებლებსაც შეუძლიათ გაახარონ სხვა მომხმარებლები. იცით რა ხდება ასეთ დროს? თქვათ მე მოვიწვიე ბენ გლინსკი ლივგუდში. ბენი იწყებს პროდუქტების ყიდვას. იხდის $9.95 თვეში, რადგან 2 ან მეტი პროდუქტის ყიდვისას ეს ბევრადაც უაღრესად მომგებიანია. შემდეგ ბენიც უზიარებს სხვას და ის ადამიანი რეგისტრირდება. ის ევსება მატრიცა. რა თქმა უნდა, შენი მატრიცაც ივსება. ახლა შემდეგი 24-48 საათი გადამწყვეტია. ყველა ვინც გაგახსენდება, დაუკავშირდი და საუბარი ერთი წუთიც არ უნდა გადააჭარბო. მოკლედ, თბილად, პირდაპირ, არ შეიჭრე დეტალებში. ამოიღე მათი ელფოსტა და გაუგზავნე მსოფლიოში ყველაზე დეტალური ჯანმრთელობის შეფასება. როცა ხარ აღფრთოვანებული, მოქმედებს სწრაფად და გულით და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ჩვენ 2 მილიონზე მეტრი მოვედით იმ ადამიანების დახმარებით, ვინც დაიღალა მეგობრებისთვის ზედმეტად ძვირი პროდუქტების გაყიდვით. ისინი აფასებენ მეგობრობას და როცა დაინახეს ლივგუდის გზა, გულწრფელად ჩაერთნენ. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ მათ პროდუქტზე გადაინაცვლეს. შემდეგ ლიზასა და რაიანის ტრენინგი და დღეს ყველა დაიმონდი და პლატინუმი ლიდერი პროდუქტს თავად მოიხმარს. ეს არის ლივგუდის რეალური ძალა. და ახლა როცა members referral members ფუნქცია ჩაერთო, ღირებულებაზე ვსაუბრობთ, არა უბრალოდ ფულზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც არ სურდათ გვერდით ფულის გაკეთება. ახლა შეუძლიათ ფულსაც აკეთებდნენ, ჯანმრთელობასაც იღებდნენ და ღირებულებასაც ავრცელებენ. ეს არის ლივგუდი გულით გაზიარებული სიყვარული. დამიჯერეთ 2030 წლამდე ჩვენ გვეყოლება 100 მილიონი წევრი. წარმოიდგინეთ, რომ ის ახალგაზრდა, ვისაც ელაპარაკებით, ჯეფ ბეზოსია და შენ აძლევ შანსს. ერთჯერადი $40 იყოს ამაზონის წევრი. მადლობა ბენ გლინსკის. იბრუნებ სიტყვას ძმაო, ცოტა ბევრი ვისაუბრე.
მადლობა, სუპერ იყო, დიახ, ასია. Members referral members უკვე მუშაობს. Wimpeter Bomb უკვე მზადაა და ლიზა, ჯერ არ გაგვიგონია შენი ხმა. დილამშვიდობისა, ყველაფერი კარგადაა. ჩვენი 12 წლის გოგოსაც კი უხაროდა რომ ვიბთელო გამოვიდა. ვერ ითმენდა მის გამოსვლას, რადგან თავადაც მონაწილეობდა საცდელ ეტაპზე. ისეთი დამატენიანებელია და ამავე დროს ამოსაცნობად კარგია კანისთვის. ბენ, შენ ახსენე, როგორ იყენებს საჭმელად. მე კი თითქმის ყოველთვის ვამზადებ საქოლის ცხიმში. და როცა ცოტათი ხელზე მიმეკრობა, არ ვიბან. იდაყზე, ვიზელ, კლავზე საოცარია, ნამდვილი ბუნებრივი მოვლაა. ახლა კი მინდა წაგიკითხოთ ერთ-ერთი იმეილი, რომელიც მივიღე. მგონი ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენ პროდუქტებს და საერთოდ. მე და ჩემს ქმარს ლივგუდის პროდუქტის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია ჩვენი სიცოცხლე. ლივგუდამდე 3 თვის განმავლობაში ვცდილობდი შიმშილით წონაში დაკლებას. თავდაპირველად თითქოს გამოვიდა. მერე ისევ წონაში მოვიმატე. დავსუსტდი, დავიღალე, თავის საშინლად ვიგრძენი. მაგრამ ლივგუდის პროდუქტების გამოყენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. არც შიმშილობა დამჭირდა და მაინც დიდი წონა დავკარგე. გადამივიდა ზურგის ტკივილი, წელის ტკივილი და 13 წლიანი მიგრენაც კი გაქრა. ყოველთვის ვეუბნებოდი ქმარს, რომ საათიანი ძილი მჭირდებოდა, რათა თავი ოდნავ გამეთავისუფლებინა. მოღუშული და უმოტივაციო ვიყავი. ახლა კი თავს გაცილებით უკეთ გრძნობ, ენერგიით სავსე ვარ. ჩემს ქმარსაც შეუყვარდა ძალიან ლივგუდი. თმა გაეზარდა და გაცილებით მეტი ენერგია აქვს სამსახურისთვის. მშენებლობაში მუშაობ და ეს ყოველდღე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა კი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ეს პროდუქტები მართლაც ცვლიან ადამიანების ცხოვრებას. უამრავი მადლობა, ლიზა. თქვენ საოცარი ადამიანები ხართ და მართლა ამ წერილშია ყველაფერი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სვლის ინდუსტრიას, ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს და ისეთ ფასად, რომ ყველას შეუძლია შეძენა. ეს ცოლ-ქმარი ახლა უბრალოდ უვლის საკუთარ თავს და დაიწყო მათმა ოჯახმა აყვავება. როცა თავს კარგად გრძნობ, უფრო მეტს აკეთებ, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნო. ეს არის სრული ვინ-ვინ სიტუაცია, ყველანაირი კუთხით. მერე კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ხშირად ვამბობთ, პროდუქტის მომხმარებელი უნდა იყო, რომ შეძლო მისი გაზიარება. ხო და იცით რას ამბობენ? ყიდისო, მე ვამბობ, ჯანმრთელობა ყიდის. როცა ვინმე შენ ხედავს, რომ შენ ხარ ჯანმრთელი, ხნე, ბედნიერი, ისინი ინტერესდებიან. ვაუ, ლუსი როგორი შეცვლილია, თვალების ქვეშ ჩანთები აღარ აქვს, წონაც დაიკლო, კანი გაბრწყინებული აქვს, თმაკეთ გამოიყურება და იწყება შეკითხვები. მეჩვენება თუ რაღაც განსხვავებულს აკეთებ. შენ კი პასუხობ, საკუთარ თავზე ვიზრუნე, დავიწყე კვებითი დანამატების მიღება, ლივგუდთან ერთად. პროდუქტები მაღალი ხარისხისა და თანაც ისეთი ფასით, რომ ყოველდღე შემიძლია გამოვიყენო. აი, ასეთია საუბარი, რომელიც ყველაფერს ცვლის და ახლა როცა members refer members ფუნქცია გვაქვს, საერთოდ იდეალურია, რადგან ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ ეშინია affiliate პროგრამაში ჩართვის. და საერთოდ გონიათ, რომ ეს ქსელური პროგრამაა და ქსელური მარკეტინგია, მაგრამ ესეც უნდა აუხსნათ, რომ ეს არ არის ქსელური მარკეტინგი. რა თქმა უნდა, ამ სისტემით წამოვედით თავიდან, მაგრამ ჩვენ შევდივართ ფაზაში კლუბი, ჩვენ ვართ კლუბი. შენ კი შეგიძლია უთხრა, არაა პრობლემა, შეგიძლია უბრალოდ იყო წევრი და თუ ვინმეს გააცნობ ლივგუდს, მაინც მიიღებს საჩუქარს. ესაა დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ მეგობრებო სხვებთან საუბრისას. ხანდახან სიტყვა წევრობა აშინებთ ადამიანებს, მაგრამ როცა აუხსნი, რომ ეს მათთვისაა და რომ ფულსაც დაზოგავენ, მით უმეტეს თუ თვეში ერთზე მეტ პროდუქტს ყიდულობენ, ისინი ხედავენ, რომ ეს რეალურად გამოსადეგია. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ ერთ-ორ პროდუქტს იკმარებს, მაგრამ რეალურად ჩვენს სხეულს ყველა ეს დანამატი სჭირდება ერთიანად. ჩვენი ორგანიზმის სისტემაა, მას სჭირდება კომბინაცია. სტეკი, სრული კვება, მხოლოდ ერთის მიღება და მერე რამდენიმე დღე პაუზა, ეს არ მუშაობს. პროდუქტები შექმნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის, რათა ორგანიზმში დონეები ან შენარჩუნდეს, ან გაიზარდოს და ხშირად ადამიანები შემოდიან არაფრის იმედად.
მერე ზუმებზე დასწრებას იწყებენ და უცებ ხვდებიან რაო გადავიხადე და შემიძლია ფულიც გამოვიმუშაო? ლივგუთში ძალიან ბევრი კარგი რამაა, არაფერს წააგებ. გიჟდები თქვენს კითხვებზე, უკავშირზე. განაგრძეთ კითხვა, წერეთ, გაუზიარეთ. მიყვარს თქვენი ისტორიების მოსმენა და ნახვა, როგორ იზრდება ყოველდღიურად გაყიდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე ნამდვილად მაგრად მუშაობს. ფაქტია. განაგრძეთ ისტორიების მოყოლა, შედეგების გაზიარება, ახლა კიდე რაღაც უნდა გითხრათ. ეს პროდუქტები რეალურად ცვლიან ცხოვრებას. თუ ჯერ არ შეგიძენიათ მაგნიუმი, აუცილებლად გჭირდებათ. ყველა ადამიანი უნდა იღებდეს მაგნიუმს ყოველდღიურად. გაგაცინებთ. ეს არ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჩვეულებრივ ძილის წინ ვიღებ 2 კაფსულას მაგნიუმს და ჩემს ფაქტორ 4-ს. ხანდახან CBD ჟელებს ვუმატებ. ან ძილის პაჩს ვიკრავ. დღეს დილით თევზზე ველოსიპედით ვიყავი. როცა დავიხარე, კუნთის გასაჭიმად ფეხი მომიბრუნდა ცუდად და კუნთი წამებში გამიჩერდა. დავთეშე ჰიდრეტაციის სტიკი, წყალში მივიღე 1 მაგნიუმი და თითქოს შვება მომეცა. მაგნიუმი ეხმარება კუნთების ფუნქციას. ყველაფერს სხვათა შორის ახლახანს მივიღე ვიტალიტი, სილაჯიტი და დეტოქსი. ყველგან ტოქსინებია. უნდა გავასუფთავოთ სხეული. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფერს იყენებ. სწავლობ და სხვებსაც ეხმარები. სამყარო არასდროს ყოფილა ასეთი არაჯანმრთელი, როგორც დღესაა და ჩვენ გვაქვს შანსი დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ ჯანმრთელები, დარჩნენ ჯანმრთელები და ფინანსურად თავისუფლები და თანაც ხელმისაწვდომ ფასად გქონდეთ ეს პროდუქტი და თუ გინდა თან ფულიც გამოიმუშაო, აი ეს არის ჩვენი საქმე. უყურებ ამ ეკრანს და ხედავ ჩვენ აქ 1000-ზე მეტი ვართ. გილოცავთ, დაუჯერებლად მაგრები ხართ. წავედით დრო, გადავიდეთ რეიტინგების ზრდაზე. მაქვს კიდევ რამდენიმე განცხადება, გამოწვევა და დავალება. ბევრი დიდი რამ ხდება ყოველ დღე და ყოველ ახალ პროდუქტთან ერთად ბოლომდე იხსნება ახალი შესაძლებლობები. ხალხი შეიძლება არ ინტერესდებოდეს სუპერ რეეცით, თუმცა უნდა, მაგრამ შეიძლება მოუნდეთ სილაჯიტი, ფიბერ ბოჭკო, მალე გამოვა ღვიძლის ხარდასაჭერად, დეტოქსი, ქალის ჰორმონალური ბალანსის ხარდაჭერა, სუპერგრეესი, კრეატინი, პროტეინი, პროვდერ და ასე შემდეგ და კიდევ უფრო მეტი მოდის. პროდუქტების გამოშვება კი არა, სინამდვილეში მათი გამოყენება და გაზიარება არის ყველაზე სახალისო. ამიტომაც ჩვენი სტატისტიკაც ყოველდღე იზრდება. Diamond Poleby იმატებს და ვფიქრობ, members refer members ფუნქციას ამას კიდევ უფრო განამტკიცებს, რადგან როგორც ვამბობ, ამ მოძრაობას აფილიატები აწვდიან ენერგიას თავიდანვე. ეს ყველაფერი თავიდან ისე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ გიჟურადაა გასაოცარი, როგორ აგორდა ეს ტალღა და არანაირი შენელება არ შეინიშნება. ამ კვირას კიდევ 3 ახალი დაიმონდი ყვარს. წარმოიდგინე, რა სისწრაფით მიდის ყველაფერი, მხოლოდ აფილიეიტ მხარიდან. ამავდროულად კი არა აფილიეიტურ მხარესაც გიჟური ზრდა აქვს. რეკლამები, პოდკასტერები, ინფლუენსერები, რადიო კომპანიები, ტელევიზიები, დიდი მარკეტინგი რეალურად მუშაობს და რაც უფრო იზრდება ეს ტალღა, მით უფრო მატულობს მოცულობა და კიდევ უფრო იმატებს. Diamond Polebyც როცა ნაუდერი ამბობს 10 მილიონ ადამიანზე, მართლა აღფრთოვანებული ჩანს, მაგრამ ჩემთვის ეს არც სიგიჟეა და არც გადაჭარბება. 3-5 წელიწადში 10 მილიონი წევრი ეს ჩვეულებრივი ნორმა იქნება ჩვენი კომპანიისთვის. სრულიად რეალურია. ეს ნიშნავს მეტი ადამიანი მატრიცაში, მეტი თანხა მატრიცაში, მეტი ბონუსები, წარმატება ყველასთვის. ეს არის სულის ჩასაბერი ცეცხლი. გუშინ მარტო 2000 ახალი წევრი შემოგვიერთა, უბრალო ხუთშაბათი იყო. და რა გინდა? გილოცავთ ყველას. რეიტინგების ზრდა 1902 ახალი ბრონზა. 1902 ახალი ბრონზა. ეს წარმოუდგენელია. სხვა კომპანიებში ასეთ დუბლირებას ვერც დაინახა, ვერასოდეს. საზოგადო ქსელურ მარკეტინგში მხოლოდ 5%-ზე ნაკლები გამოიმუშავებს ფულს. 1%-ზე ნაკლები დიდხანს რჩება მოგებაში ჩვენთან. კი, ყოველ კვირას 30-დან 70%-მდე აფილიატი უკვე ძალიან მაგარ მოგებაშია. ეს ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებთ რეალურად მუშაობს და ბევრია ისეთი, ვისაც ადრე არაფერი გამოუვიდა სახლის ბაზირებულ ბიზნესში. აქ კი მხოლოდ რამდენიმე წევრის რეგისტრაციითაც უკვე გაცილებით მეტი წარმატება აქვს, ვიდრე ოდესმე. და ამ ყველაფერთან ერთად იყენებენ ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტებს და თან ფულსაც ზოგავენ. ყველა იგებს ლივგუთში,
ყველა მართალი გითხრათ, არ მქონია სურვილი ამ ინდუსტრიაში დაბრუნების, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი ზუსტად დროულად დაემთხვა. და ახლა თქვენ თქვენი შედეგებით ყოველ კვირას ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მარწმუნებთ. მადლიერი ვარ, ამაყი ვარ, ბედნიერი ვარ და თქვენ უბრალოდ საუკეთესოები ხართ. შეინარჩუნეთ ტემპი და რაც დაგეგმილი გვაქვს მომავალში ეს ამბავი კიდევ უფრო დამუხტა. გილოცავთ 1902 ახალ ბრინჯაოს. გავაგრძელოთ 292 ახალი ვერცხლი ყავს ამ კვირაში. 292 ადამიანი, ანუ ერთ კვირაში შექმნეს 20 წევრიანი გუნდი. ზოგი კომპანია თვეში ვერ მოიზიდავს 292-ს. მთლიანად. ჩვენთან კი ეს ერთ კვირაში ხდება. ვერცხლები უკვე გამოიმუშავებენ $100 და თან $300-მდე შემოსავალს თვეში და მეტწილად ეს შემოსავალი რეზიდიულია ან განმეორებადი. ძალიან მაგარია, რომ ჩვენ ეს კომპანია არ შევქმნით იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანს ფერარით ესეერნა და ჯეტით ეფრინა. ჩვენ ეს კომპანია შევქმნით იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანებს მივცეთ საშუალება გამოიმუშაოს დამატებითი ფული. $100, 200, 500, 1000, 1500, 3000, 10000 და ასე შემდეგ. გილოცავთ 292 ახალ ვერცხლს და დავამატებთ 39 ახალი ოქრო ყავს ამ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 5-6 ადამიანი ქმნის 100-კაციან გუნდს და აღწევს იმ დონეს, რასაც მე ვეძახი sweet spot. 300-500 განმეორებად შემოსავალში. იცით, ამერიკაში გაკოტრების 90% $300 დეფიციტით იწყება და ახლა ვიღაცა სწორედ ეს $300 უცვლის ცხოვრებას. თანაც არ დაგავიწყდეთ, ჩვენი აფილიატების 75%-ს შეერთებულ შტატებში გარეთაა. ბევრ ქვეყანაში დამატებითი $300 თვეში სავსებით საკმარისია სულ განაკვეთზე ცხოვრებისთვის. ეს რეალურად ცხოვრების შემცვლელი შემოსავალია და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველ კვირას. გილოცავთ ჩვენ 39 ახალ ოქროს. ამ კვირაში ყავდა კიდევ 7 ახალი პლატინუმი, ერთი ადამიანი ყოველდღიურად. და თითოეულმა მათგანმა შექმნა 500 წევრიანი გუნდი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს. ამ თემაზე დიდი ხანია არ გვისაუბრია, მაგრამ ადრე ვახსენებდით, ბევრი კომპანია თვეში ერთხელ ახმოვანებს თავის რეიტინგების ზრდას, ხოლო ჩვენ უბრალოდ ყოველკვირეულად ყავს ასეულობით ახალი ლიდერი. 1900-ზე მეტი ბრონზა, 292 ვერცხლი, 39 ოქრო, 7 პლატინა. ერთ კვირაში, ეს სიგიჟეა. სასიამოვნო გაგებით, რა თქმა უნდა. სხვა კომპანიებში თვეში ერთი პლატინუმი უკვე საოცრებად ითვლება, ხოლო ჩვენთან მარტო ამ კვირაში 7 და ყველაფერი აქ არ სრულდება. 3 ახალი დაიმონდი. დიახ, ეს არ იყო თვის ბოლო, ეს იყო ჩვეულებრივი კვირა და მაინც 3 ადამიანმა შექმნა 2500 წევრიანი გუნდი და გავიდნენ დაიმონდ პოლში, რომელიც ყოველ თვეს იზრდება. გილოცავთ ჩვენ 3 ახალ დაიმონდს. ლარისა ტუგაევა აზახეთიდან. აზახეთის გუნდი არაჩვეულებრივად აქტიურია, მუდმივად იზრდება, ავსებს შეკვეთებს, ატარებს შეხვედრებს, ძალიან ერთგული და მჭიდრო გუნდი. ბრავო ლარისა. დეზირე ბარნეტი აშშ-დან, ფლორიდიდან, ის გაწევრიანდა სხვაზე დაიმონდის რეკომენდაციით და ახლა უკვე თვითონაც გახდა დაიმონდი. დააკვირდით, ლარისა კომპანიის სტრუქტურაში მე-20 ხაზია, დეზირე 30 ხაზია, აი ეს არის ნამდვილი დუბლირება. სხვა კომპანიებში ლიდერები ყოველთვის ტოპ 3 ხაზში არიან, რადგან თვითონ კომპანია აფინანსებს ან სპეციალურ პირობებს აძლევს. აქ კი ყველაფერი ორგანულია. ნამდვილი ადამიანები ხედავენ ღირებულებას, უმაღლესი ხარისხი, ყველაზე დაბალი ფასი. ერთხელ თუ დაინახავ, აღარ დაგავიწყდება. დეზირე გაწევრიანდა ნიკოლ მაკნატის რეკომენდაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონ გახდა დაიმონდი და უკვე ყავს დაიმონდ საკუთარ სტრუქტურაში. დეზირეს ზემოთ კი არის ბრიტანეთის უძლიერესი გუნდი გარეთსა და ჯემასთან ერთად. თქვენი პოსტები ყოველდღე ჩანს, შეკვეთები მიდის, გუნდი იზრდება. გმირულად მუშაობ. თქვენი ენერგია, ენთუზიაზმი, სიყვარული და გულწრფელობა იგრძნობა ყველაფერში. ეს კომპანია სწორედ ასეთ ადამიანებზეა და თქვენ ამ სულის ბირთვი ხართ. გილოცავთ დეზირეს და მესამე ოკიო იანგი ჩინეთიდან. კიდევ ერთი დაიმონდი ჩინეთიდან. გილოცავთ ოკიო, სხვათა შორის
რაღაც საინტერესო სასაცილო და ცოტა უცნაურიც მოხდა გასულ კვირას. ჩვენ ვაგზავნით პროდუქტებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გარდა CBD-სა და ეთერზეთების, რომლებიც გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია. დანარჩენი ყველაფერი ყოველდღიურად მიდის ყველგან. მაგალითად, ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ფაქტ 4 ყოველდღე იგზავნებთ ავსტრალია, ყაზახეთი, ტაივანი, ვიეტნამი, სამხრეთ ამერიკა, ყოველდღე, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მხოლოდ ჩინეთიდან მოდიოდა საჩივრები, რომ თითქოს კაფსულების ყდებოდა. ეს აშკარად საეჭვო იყო და ეს ერთხელ კი არა, დღეში 3-ჯერ 4-ჯერ წერდნენ ამაზე. სხვა ქვეყნებში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. შედეგად დროებით გავთიშეთ ფაქტ 4 ჩინეთისთვის. ვიფიქრეთ, თუ ასე აგრძელებენ და ყოველ ჯერზე იგივეს იმეორებენ, ვერ გავაგრძელებთ პროდუქტების გაგზავნას, მხოლოდ იმისთვის, რომ შესრულდეს ლოგისტიკა და არანაირი შედეგი არ იყოს, მაგრამ აი რაც მოხდა, იმ დღეს, როცა ჩინეთისთვის ფაქტ 4 გამოვთეთ, მივიღეთ გაყიდვების რეკორდი. ყველაზე დიდი გაყიდვები იმ ერთ დღეს, ვერ გეტყვი. დაიშინა თუ სხვა ქვეყნებსაც შეეშინდათ, რომ მოსწყვიტავდნენ, მაგრამ ფაქტია, ყველამ შეიძინა. ფაქტ 4 ჯერ არ მოქმედებს ჩინეთში. დანარჩენი ყველაფერი კი აქტიურია. შეკვეთებიც მიდის. ალბათ ისევ ავთავთ, როცა გავარკვევთ, რა მოხდა და რაშია საქმე. იყო ეს ერთეული პიროვნება, ტექნიკური საკითხი თუ უბრალოდ სრული შემთხვევითობა, მაგრამ ასე იყო ეს პატარა უცნაური ამბავი. და მაინც გილოცავთ ჩვენ ახალ დაიმონს ჩინეთიდან, ოკიო იანგს. ახლა რაც შეეხება რეიტინგებს, მიყვარს ეს ნაწილი. ყოველ კვირას ვხედავ პროგრესს და გუშინდელი ვიდეოც მაგრად გამიხარდა. ჩვენ ეს კომპანია ადამიანების დასახმარებლად შევქმნით და ეს არის მთავარი, მაგრამ აი რასაც გეტყვით გულწრფელად, ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ორი ინდუსტრია სრულად დაიპყარი, ჯანმრთელობა და ველნეს მარკეტინგი და ამას ჩვენ ვაკეთებთ. თვეში ერთხელ ვხედავ, როგორ ითიშებიან ძველი სისტემების კომპანიები, ძვირი პროდუქტები, არაპირდაპირობა, ტყუილები, ყველა თანდათან ქრება. ჩვენ იმიტომ გადავედით კლუბის სისტემაზე, რომ ფაქტიურად ის სისტემა არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქსელური გვაქვს ჩართული ჩვენ სისტემაში, მაგრამ ჩვენ ვართ კლუბი და აქ სხვანაირად არის ყველაფერი აწყობილი. აქ თქვენ თვითონ ხედავთ, რომ სულ სხვა სისტემაა და სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომაა ძალიან სწორი და იმიტომ იძირება ის სისტემა, რომელმაც უკვე თავისი დრო მოჭამა. და ეს მართლაც მახარებს. არ მომწონს, როცა ხალხს ატყუებენ. მიყვარს, როცა ჩვენ ვიგებთ, იმიტომ რომ სწორედ ვმოქმედებთ. ჩვენ შლით ინდუსტრიას, რომელიც უნდა შეცვლილიყო. ყველაზე მაღალი ხარისხი, ყველაზე დაბალი ფასი. სხვა ბრენდები აცხადებენ, ორგანულია, გამჭვირვალეა, მაგრამ როცა სთხოვ დოკუმენტაციას, არაფერს გიჩვენებენ. ჩვენ კი ვცვლით თამაშის წესებს. ჩვენ ვაფხიზლებთ მომხმარებლებს. ადრე კომპანიები ამბობდნენ, ეს პროდუქტია, მაგრამ ფორმულა საიდუმლოა. არ გეტყვით რა არის შიგნით. ეს ნიშნავს, ფული გვინდა, არა შენი სანდოობა. ეს მიდგომა აღარ მუშაობს. თუ კომპანია არ გეუბნება, რას ყიდულობ, ეგ უკვე საეჭვოა. ჩვენ კი გიჩვენებთ ყველაფერს, სრული ანალიზის, ტოქსიკურობის ტესტების სისუფთავის შემოწმება. ამას ვაკეთებთ მაშინაც კი, როცა არ გვავალდებულებენ. როცა რაიანი გეუბნებათ, რომ ჟელეების ჰუმიეს შექმნა რთულია, სხვა კომპანიებისთვის ეს არ არის რთული, რადგან მათ არ აინტერესებთ შედეგი. გაყიდიან მაინც ეთერზეთები, უმეტესობა დაბინძურებულია და მაინც ყიდიან. ჩვენი ეთერზეთები კი სუფთაა, ყველაზე სუფთაა და ყველა ტესტირებულია. ჩვენ ვაჩვენებთ ანალიზის სერტიფიკატებს და არასდროს შემოგთავაზებთ პროდუქტს, რომელსაც დოქტორი რაიანი და ლიზა თავად არ მოიხმარენ. თუ ისინი არ გამოიყენებენ, არც გავყიდით. აი ასეთია ჩვენი პრინციპი და ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვაშორებს სხვა კომპანიებს. სხვა ბრენდები ჯერ ფულს ეძებენ, ხარისხი მერე. ჩვენთან ეს ყველაფერი პირიქითაა. პროდუქტები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ყველაზე სუფთა, US და ორგანული სერტიფიკატი და მერე უკვე ვხედავთ, რა ფასად შეგვიძლია შემოგთავაზოთ ისე, რომ საქმე მაინც წინ წავიდეს. ბიზნესი ფულის გარეშე ვერ გაძლებს, რა თქმა უნდა. ეს ყველა ვიცით, მაგრამ ჩვენ ძალიან ეფექტურად ვმართავთ საქმეს. ჩვენ ზოგავთ ხარჯებს, ვამაქსიმუმებთ შედეგს, ვუნაწილებთ დიდ ბონუსებს, პარტნიორებს. მაგალითად, გუშინ გადახდილი ბონუსები თითქმის $1,000,000 იყო. First start ბონუსები და მომხმარებლის მოზიდვის ბონუსები ყველა მიიღო. ეს უძლიერესია და ახლა როცა ჩვენ ჯანმრთელად მუშაობთ, შენიშნეთ ის ვიდეოც, ხო? ცოტა ხუმრობით იყო გადაღებული, მაგრამ არა აფეთქების საშიშროება. ჩვენ ფაქტიურად
გავაორმაგეთ მარაგები. დაახლოებით გაიხსნა ახალი საწყობიც. დოქტორ რაიანი მილიონობით დოლარის პროდუქციას წინასწარ უკვეთავს. რათა მოვუსწროთ თქვენი ზრდის ტემპებს. ყოველ თვეში შეკვეთების რაოდენობა იზრდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. როცა ვამბობთ, რომ რამდენიმე წელიწადში 10 მილიონი წევრი გვეყოლება, ეს უკვე ტენდენციაა, არა ოცნება, არამედ ეს სიზუსტე და ტენდენციაა. ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, მუხტს, მუშაობას და სხვა კომპანიები ვეღარ გვეწევიან. და აი რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, აქ კონკურენცია არც კი არსებობს. სხვაურებენ, ხედავენ, როგორ მუშაობთ, იმედოვნებენ, რომ ხალხი არ გაიგებს ჩვენ შესახებ, მაგრამ მალე ყველა გაიგებს, უკვე ძალიან ბევრმა გაიგო. თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო და ახლა მართლა მთელი მსოფლიო გაიგებს და ამაში შენ გექნება დიდი როლი, პირადად შენ, ჩემო ძვირფასო აფილიატო. თქვენ ხართ ცეცხლი, ხალხო, თქვენ აგიზგიზებთ ამ ყველაფერს. ახლა კი წავალ, ერთი დავალება მინდა შევასრულო. დარჩა 12 წუთი, იდეალურად მოვასწრებთ. მარტივი დავალება. ამ კვირისთვის გუშინდელ ვიდეოში შეამჩნევით, რომ იყო რამდენიმე ფოტო ჩვენება წევრებისა და პარტნიორების, რომლებიც იღიმებოდნენ და ხელში ეჭირათ პროდუქტი. მინდა მეტი ასეთი ფოტო გთხოვოთ, გამოვაგზავნოთ სურათი სუპორტზე, სათაურით, Pictorband, სადაც ხარ შენ, იღიმი გულწრფელად გიჭირავს ერთი ან მეტი პროდუქტი. სურათი უნდა იყოს ვერტიკალურად გადაღებული. ლიბუდის მაისური არაა აუცილებელი. თუ ღიმილი არ არის, ფოტო ვიდეოში ვერ შევა. აი ასეთი მარტივი დავალება და არ იდარდო, თუ პასუხს ვერ მიიღებ, ყველა ფოტოს ვნახავ, პირობას გაძლევ და ალბათ ბევრს მომავალ ვიდეოში ციხილავთ. ახლა კი სხვა რამეებიც გვაქვს. შეიძლება სულ ერთი დეტალი აღმოჩნდეს, ის ჯადოსნური გასტროლა, რომელიც ლივგუთს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. ვინ იცის? აბა წარმოიდგინე, იმდენი საოცარი პროდუქტი გვაქვს, მაგრამ რატომღაც მეთილენე ბლუემ სწორედ ახლა ააფეთქა ყველაფერი. მართლა შესანიშნავი პროდუქტია, მაგრამ სხვებიც ხომ არანაკლებ ძლიერია და მაინც ის გახდა ვირუსული. ხალხი მასზე ლაპარაკობს, აზიარებს, ყიდულობს, უბრალოდ ფრინავს ამ პროდუქტის ისტორია. აი ასეა. წინასწარ ვერასდროს იცი, რომელი პროდუქტი ან იდეა აღმოჩნდება, ან აფეთქება იქნება. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ შემთხვევით ვიდეო, ან ახალი ფუნქცია, მაგალითად referral members. სხვა რამ, რაზეც არც გვიფიქრია. მე კი ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ჩვენ არაერთ ასეთ აფეთქებას ვიხილავთ, რადგან იმდენად ბევრ ძლიერ რამეს ვუშვებთ, რომ აუცილებლად რაღაც გადაიკლიკება. უკვე იგრძნობა. ლივგუდი ყველგან ისმის, ხანდახან ქუჩაში მცნობენ კიდეც, ჰეი, შენ არ ხარ ბენი ლივგუდიდან? მართალია, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან არ მიყვარს, მაგრამ გულში მაინც მიხარია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქმეს გრძნობს ხალხი უკვე. ახლა კი ჩემი ახალი გამოწვევა თქვენთვის. გთხოვთ, გამომიგზავნოთ ფოტოები, სადაც იღიმებით და გიჭირავთ პროდუქტი, მაგრამ იმ ჯერად კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ. მინდა თქვენგან ვიდეოები, რადგან ვეძებთ იმ მომდევნო იდეას, იმ მომდევნო ვიდეოს, რომელიც მოახდენს აფეთქებას, მოიზიდავს უამრავ კლიენტს, გაავრცელებს ჩვენს სახელს და გახდება მომდევნო დიდი ტალღა. ბევრ თქვენგან საოცრად გამოსდით ვიდეოების გადაღება, მონტაჟი, კრეატიული იდეები და ბევრ რამეს თქვენ აკეთებთ ამაზე. ზოგჯერ ჩვენზე უკეთაც, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, ასე რომ ვიწევთ თითოეულ თქვენგან შექმნით კონტენტი, ვიდეოს შინაარსი თქვენზეა. ეს შეიძლება იყოს პროდუქტის მიმოხილვა, შედეგის გაზიარება, ემოციური სიუჟეტი ან იუმორიც კი. ვიდეოები გამოგვიგზავნეთ და განათავსეთ. ჩვენ კი დავტესტავთ მათ რეკლამებში, თუ შენი ვიდეო აჩვენებს უკეთეს შედეგს, ვიდრე ჩვენი მიმდინარე რეკლამები, ჩვენ მას სრულიად ჩავთავთ ყოველ გაყიდვიდან ანაზღაურებასაც მოგცემთ ამაში. გარდა ამისა, რაც მეტი კონტენტი შეიქმნება, მით უფრო გაძლიერდება ბრენდი, რაც ეხმარება მთლიან მატრიცას და მთელ გუნდს. დაიმონდ სტატუსამდე რომ მიდიხარ, ყველაფერი დაგერიცხება, ყველაფერი გემეტება, თანაც მომხმარებლის მოზიდვის ფასის დაწევაც სწორედ ამას გაამარტივებს. ახლა ეს ხარჯი $40-დან 50 შეადგენს, მიყვავს 35-მდე. არ მინდოდა ამაზე მეტი ყოფილიყო, არ იქნებოდა მიმზიდველი. მიზანია ჩამოვიყვანოთ 20-ზე მაინც დაბლა. და ამას აუცილებლად მივაღწევთ. მანამდე კი ისწავლე, როგორ შექმნა ვირუსული ვიდეო. ინტერნეტში უამრავი რესურსია და არც თუ აუცილებელია
ამ მთავარია იდეა, ემოცია და კავშირი. ეს ყველაფერი მხოლოდ შენ არ გაძლიერებს, ეს ლივგუთს აძლიერებს. და როცა თქვენი ვიდეო გამოიწვევს რეალურ შედეგს, ჩვენ აუცილებლად დაგასაჩუქრებთ. თქვენ მიიღებთ წილს იმ ყველაფრისგან, რაც ამ ვიდეოს მეშვეობით მოხდება. ვინ იცის, შეიძლება ეს იყოს სწორედ თქვენი ვიდეო, შეიძლება სულ რაღაც 5-წამიანი ვიდეო იყოს, ან 5 წუთიანი, მაგრამ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაზე ეფექტურია ვიდეოები 20-40 წამიან დიაპაზონში. მაქსიმუმ 1 წუთი, მაგრამ ვინმეს რომ ზუსტად ცოდნოდა ფორმულა, უკვე მილიონჯერ გამრავლდებოდით. ასე რომ უბრალოდ იყავით კრეატიულები. ეს შეიძლება იყოს ვიდეო თქვენთან ერთად, ვიღაც სხვის მონაწილეობით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ან სულაც უბრალოდ ტექსტური ან გრაფიკული ვიდეო. შეიძლება იყოს კონკრეტულ პროდუქტზე, ბრენდზე, ჯანმრთელობაზე, წონის დაკლებაზე, კუნთების ზრდაზე, დღის რუტინაზე, რაც გინდათ, ყველაფერი მისაღებია. გაგზავნეთ ვიდეო ჩვენ სუპორტში, სათაურით ვიდეო for Ben ან viral video for Ben. თავარია რომ სიტყვა Ben იყოს სათაურში და დარწმუნებული იქნებით, რომ ჩემამდე მოვა. პირველად მას ჩვენი მხარდამჭერი გუნდის წევრი სარა ნახავს, მაგრამ პირდებით, რომ საბოლოოდ აუცილებლად ნახავ. ყველა ვიდეო სიხარულით ველოდებით თქვენს იდეებს, რადგან ვიცით თქვენ საოცრები ხართ. დავხედავ, როგორ იზრდება ლივგუდი ყოველ დღე. ჩვენ უამრავ რამეზე ვმუშაობთ, ახალ რეკლამებზე, ვიდეოებზე, ტელევიზიაზე, პარტნიორულ სივრცეებზე და ეს ყველაფერი ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს უკვე. ასევე ვაპირებთ თავს კვლავ გავხსნათ კოოპერატივი, საერთო სარეკლამო პლატფორმა, მაგრამ მანამდე ველოდებით სრულ გამართულობას, რომ აღარ დაგჭირდეს ხან ჩართვა, ხან გამორთვა. და აი იმ დღეს, როცა თქვენი ვიდეო მიგვიყვანს შედეგამდე, თქვენ გექნებათ წვლილი დიდ აფეთქებაში, ისე რომ ყველაფერი რაც დაგრჩენიათ განაგრძოთ იმ გზით, რაც უკვე კარგად იცით. გაავრცელეთ სიყვარული, мотивация, პროდუქტები, სიხარული და იმედი, იცვლება ცხოვრება და ეს ცვლილება იწყება თქვენით. მადლობა და უბრალოდ გააგრძელეთ. ღმერთო ჩემო ძმაო, შენ უკვე ყველაფერი თქვი, მაგრამ რა თქმა უნდა, მეც მექნება ჩემი სიტყვა. ქალბატონებო და ბატონებო, ყველაფერი იწყება იმით, რომ თავად გახდებით თქვენი პროდუქტის მაგალითი. როცა თავად გიყვარს ის, რასაც იყენებ, შენზე უკეთ ვერავინ მოყვება მის სარგებელს. მახსოვს, როცა ბენმა იქორწინა, ყველგან აცხადებდა ამაზე სიამოვნებით. მეც ასე ვიყავი და როცა ბედნიერი ხარ, ბუნებრივია გინდა სხვასაც გაუზიარო ის, რაც შენს ცხოვრებაში უკეთესად მუშაობს. აი ისე უნდა გაუზიაროთ ადამიანებს ლივგუდი. მიყვარს, როცა ვხედავ, როგორ ქმნით ვიდეოებს, ატვირთავთ კონტენტებს, ამიტომ რომ ეს ყველაფერი გულწრფელად გიყვართ. სანამ დავხურათ Zoom-ს, შეგიძლია გაიარო კომენტარები და შეგვატყობინო ხალხი რას ფიქრობს მაისურებზე, თაილოუს დამატებაზე კანის მოვლის პაკეტში. გავიარო უკვე ყველაფერი ტექსტი ჩაწერილი, ერთი ნაბიჯით წივარ. შესანიშნავია, ნაუდერ დარჩენილი დრო 1 წუთი, გისმენ. დიდი მადლობა ძმაო, ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც ჩვენ საუბრობთ დუბლირებაზე, ეს იწყება ერთი რამით, როცა შენ ხარ ამაყი იმით, რაც გაქვს, შენ ამაყადაც აზიარებ მას. და ასე იქმნება ვიდეოები, იზრდება ბრენდი, იზრდება კომპანია. გახსოვდეთ, ჩვენს კომპენსაციის გეგმაში ფული არ გადაეცემა იმ ძველ მრავალ კომპანიურ მომთაბარეებს, ვინც უბრალოდ ბიუჯეტის გამო გადადის ერთიდან მეორეში. ლივგუთში ყველაფერი ორგანულია, პატიოსანია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. და ამ შაბათ-კვირას ჩემი რჩევაა, განავრცელეთ ინფორმაცია, ყველას გადაეცით. ვინ ცოდესმე გესაუბრათ სახლის ბიზნესზე, არ არის საჭირო მათთვის ნეგატიური რამე უთხრათ, ისინიც კი უკვე ხვდებიან, რომ თუ ადამიანს უკვე 3 თვეზე ნაკლებ დროში რამდენჯერმე დაეშალა ქსელური ბიზნესი, არ არის საჭირო რომ შეახსენო წარსული შეცდომები. არ არის საჭირო უთხრა, რომ მათი საყვარელი ბავშვი უშნოა. უბრალოდ უთხარი, შენს შესახებ ვფიქრობდი. შეგიძლია მომწერო შენი საუკეთესო ელფოსტა. გამოგიგზავნი ერთ ძალიან დეტალურ და ღირებულ ჯანმრთელობის ტესტს. მარტივად, მოკლედ, სითბოთი. შემდეგ გაუგზავნე 1-2 ვიდეო ლიზასა და რაიანის ვიდეოები. აირჩიე ის, რაც რეალურად დაეხმარება ამ ადამიანს. არ არის საჭირო საუბარი ფულზე. თუ ადამიანი მარკეტინგშია, ის თვითონ გაიგებს. ის უკვე ხედავს, როგორ უერთდებიან და ტოვებენ მისი მეგობრები კომპანიებს თვეში ერთხელ და მერე იწყებს ტრეფიკითა და ავტორესპონდერებით მუშაობას, რადგან სცხვენია საკუთარი ოჯახის წევრების
ახლა კი კითხე ბენს. ის აქვეა, ბენ, შენ სისტემაში ჩანს, რომ ჩემი შვილების სახელით შეძენილია პროდუქტი? დიახ, საწყობიდან ჩანს. შეკვეთები დაფიქსირებულია. აი, ასე ვმუშაობ უკვე 30 წელია. ჩემი შვილებიც კი თვითონ ყიდულობენ ჩვენს პროდუქტებს. როდესაც ისინი სხვა ნებისმიერ ადგილას დახარჯავდნენ 200-300-ზე მეც, ლივგუთში იგივე ხარისხი, ან უკეთესი ბევრად იაფია. აი, ასე შენდება ბიზნესი. ყველაფერი ღირებულებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვართ ღირებულებაზე ორიენტირებული კლუბი, უკვე 2 მილიონზე მეტი ბედნიერი წევრი. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა. რეზიდუალ ინკომზე რომ საუბრობთ, შეიძლება ადამიანებმა ჩვენს პროდუქტებს იღებენ აღფრთოვანებულები არიან. მერე თავიანთ ბიზნესს უბრუნდებიან სხვა პროექტებს, მაგრამ პროდუქტს მაინც აგრძელებენ. და ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა, ვინც ისინი მოიწვია, კვლავ იღებს რეზიდუალის შედეგებს. აი, ეს არის ნამდვილი სტაბილური შემოსავალი და ეს უნდა გახდეს ახალი ნორმა. არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მადლობა ბენს, რომ დაბრუნდა ჩვენთან, მადლობა ლიზას და რაიანს, რომ შექმნეს დედამიწის ყველაზე თანამედროვე საკვები დანამატები, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები და კი, ძალიან მალე გავიგებთ, რომელი ძროხებისგანაა ჩვენი ვიფე Perler Bomb. იცით, ადრე ამ პროდუქტებს მხოლოდ ყველაზე შეძლებული კლიენტები იყენებდნენ. დღეს კი ყველას შეუძლია და ეს ადამიანების დამსახურებაა. ჩვენ შევქმნით კომპანია, რომელიც მალე 100 მილიონ წევრს მიაღწევს და თქვენ ახლა სწორედ ამ ბორცვის ზემოთ ხართ. დრო ყველაფერს წყვეტს. ეს შაბათ-კვირა შეიძლება იყოს თქვენი გადამწყვეტი მომენტი. გაუგზავნით თქვენი ყველაზე დეტალური ჯანმრთელობის შეფასება ყველას, ვისაც იცნობთ, განსაკუთრებით იმ 116 მილიონ ადამიანს, ვისაც ოდესღაც $4 პროდუქტი 65-ად მიყიდეს და შემდეგ მათ ბიზნესში ყველა ადამიანი 3 თვეში წავიდა. მადლობა ძმაო, მადლობა დიდი. ახლა კი 2 სწრაფი შენიშვნა. კი, ნეუდერმა მართალი თქვა. არ უთხრათ ხალხს, რომ მათი ბავშვი უშნოა, ანუ ნუ შეურაცხყოფთ მათ და მათ კომპანიას. იმაზე ლაპარაკობთ, რაც თავად გიყვართ უბრალოდ. ნუ ეტყვით, რომ ის ცუდია, ან მისი კომპანია ცუდია. და ნუ გააუქმებთ შაბათ-კვირის გეგმებს. უბრალოდ გააზიარეთ გულწრფელად ბუნებრივად. აი, ეს არის ლივგუდის მაგია. ეს არ გავს გაყიდვებს, რეკრუტინგს ან მარკეტინგს. ეს უბრალოდ საუბარია. ჩემი მეგობრები თვითონ მეკითხებიან, ბენ, რა სვავ? რა მგიშველა? რა ვიტამინია ეგ? მე კი ვპასუხობ, შეეცადე სუპერრეც, მაგარია, სუპერგრენს ცადე, მაგნიუმი აუცილებლად და დეტოქსი საოცრებაა. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი საუბარია. როცა პროდუქტი რეალურად მუშაობს, ის თავად ლაპარაკობს. აი, ეს არის ლივგუდის ყველაზე დიდი ძალა. გამოიყენეთ. წარმატებას გისურვებთ, შევხვდებით მწვერვალზე.